საკანონმდებლო ინიციატივის რომლის მიხედვითაც ერთთვიანი ამნისტია გამოცხადდება, პირებს შეეძლებათ მძალვა მოწყობაში წარადგინონ მხარული ვიდეოჩამოწერებით თუ ასეთი აქვს. როგორ უყურებთ ამ ინიციატივას და ეს მასალების უნდა განადგურდეს, რომელსაც ვთქვათ, აი ამ ერთთვიანი ამნისტიის დროს წარადგენენ? მოგესალმებით, გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს. რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, რომლის ინიციატორი იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და შევიდა, თვითონ ამ კანონპროექტის არსი არის ის, რომ ის პირები, ვინც ნებაყოფლობით წარადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროში იმ ჩანაწერებს, რომელიც უკავშირდება მოქალაქეების პირად ცხოვრებას და ასეთ ამსახველ კადრებს, განთავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან თუ დროულად კანონით გათვალისწინებულ ვადაში ჩააბარებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ჩანაწერებს. ჩემი აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველანაირად ცდილობს, რომ აი ეს საფრთხილო თემის ლოკალიზება მოახდინოს და აძლევს შანსს იმ ადამიანებს, რომლებმაც ესეთი ფარული ჩანაწერები ან დაამზადეს, ან შემდგომში გაიტანეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან სხვადასხვა მიზნებისთვის, რომ განთავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან. ახლა მეორე თემაა, ის ადამიანები ჩააბარებენ თუ არა, ვნახოთ. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც ასეთ მასალებს ამზადებდა და შემდგომში გაიტანა, მას საკუთარი მიზნები ჰქონდა ამ მასალის გატანისთვის. იქნება თუ არა თვითონ რეაგირება იმ ხალხის მხრიდან, რომლებიც ფლობენ ასეთ მასალას და ჩააბარებენ თუ არა, ამას რო გვიჩვენებს. თუმცა, ყოველ შემთხვევაში რესურსები ამოწურულია მას შემდეგ, როდესაც უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს დადგენილი ვადა, კანონპროექტი დადგენილი ვადა უბრალოდ ამოიწურება. ამიტომ ჩემი აზრით ინიციატივა კარგია, იმ კუთხით, რომ კიდევ ერთი შანსი მიეცა იმ ხალხს, რომ ჩააბარონ ასეთი ტიპის მასალები, რომ არ გავრცელდეს და საზოგადოებაში კიდევ ერთხელ არ ვნახოთ ესეთი მძიმე კადრები მოქალაქეების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჩემი აზრით მისასალმებელი ინიციატივაა. მაგრამ მეორეა ჩააბარებენ თუ არა. მე არ მგონია უბრალოდ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ფლობენ ასეთი ტიპის მასალებს, იმ ადამიანებმა ჩააბარონ ეს მასალები. შეიძლება რაღაც რამოდენიმე ადამიანს ნამოსმა შეაწუხოს და ჩააბაროს, მაგრამ ის ვისაც აქვს უკვე გატანილიც აქვს და დაელოდება. ანუ არცი რა იყო, როდესაც გაქონდა, იცოდა რისთვის გაქონდა, რა მიზნებით გაქონდა და ვისი მასალა გაქონდა. არ მგონია სიმართლე რო გითხრათ, რომ ის მნიშვნელოვანი მასალა დაბრუნდება და ამიტომ ვურჩევ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ამ ინიციატივასთან ერთად აუცილებლად გააძლიეროს ოპერატიულ სამძებრო საქმიანობების განხორციელება ასეთი ტიპის მასალის ადგილსამყოფელების დადგენისა და ამოღების მიზნით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ რომ მე ვეჭვობ, რომ კიდევ ექნება ისეთ ფაქტებს ადგილი, როდესაც ვიღაცეები შეეცდებიან მანიპულირებას ამ მასალების გამოყენების მუქარით და სულაც არ არის მნიშვნელოვანი, უпростоრად სულაც არ არის აუცილებელი რამე განთავსდეს სოციალურ ქსელში. არავინ არ ვართ დარწმუნებულები, რომ ახლა არ ირეკება ვინმესთან კონკრეტულად ტელეფონზე, ან არ ემუქრებიან, რომ აი ამას თუ არ გააკეთებ, შემდგომში გავაუცელებთ. ანუ ჩვენ ვნახეთ მხოლოდ გავცელების ფაქტი, მაგრამ წინ რა ფაქტებიც უძღოდა და უпростоრად რა მოლაპარაკებიც მიმდინარეობდა, ახლა ვართ დარწმუნებულები, რომ ასეთი მოლაპარაკება სხვადასხვა ადამიანებთან არ არის. ამიტომ ეს ოპერატიული სამძებრო საქმიანობების განხორციელება ჩემი აზრით აუცილებელია და მნიშვნელოვანია. თქვენ უკვე წარდგენილი ხართ იმ კომისიის წევრად, რომელიც დააკვირდება და ზედამხედველობას გაუწევს მასალების განადგურებას. თუ გამოიკვეთა კონტურები, თქვათ, სხვაები ვინ შეიძლება იმ სამი დასახელებული პირის გარდა იყოს კომისიაში, ან რა ვადებში დასრულდება მის შემდგომ დაიწყო თუ დაიძრა თუ არა ეს საკითხი? რაც შეეხება თვითონ მე არ ვარ ჯერჯერობით კომისიის წევრი დადგენილად, ყოველ შემთხვევაში წარდგენილი ვარ როგორც განადგურების აზრის მოწინააღმდეგე მხარე. ამიტომ მნიშვნელოვანია თვითონ ამ კომისიის დებულება, საქმიანობა და კომპეტენცია. რატომ? იმიტომ რომ შენ როდესაც ხარ კომისიაში და იძახი რომ რაღაც ვანადგურებ,
უნდა იცოდე რას ანადგურებ. ძალიან მძიმე თემა აქაც. ერთის მხრივ არავის არ აქვს სურვილი გაეცნოს იმას, რასაც ანადგურებს. მეორეა, რომ აუცილებლად დაახლოებით თუ ვიზუალურად არა, დოკუმენტურად მაინც უნდა გქონდეს დაშიფრული სახით თითო დისკზე ან მასალაზე კონკრეტული მოკლე შინაარსი რას ანადგურებ. რომ ვინაიდან პასუხისმგებლობას შენიღებ კომისიის სხვა წევრებთან ერთად მის განადგურებაზე, უნდა იცოდე რას ანადგურებ და ამიტომ ალბათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ მასალასთან ერთად დისკებზე იქნება თუ არ ვიცი მე სხვა მატარებლებზე იქნება, უნდა წარმოადგინოს დოკუმენტური პატარა მოკლე შინაარსობრივი ტექსტები დაშიფრული სახით, სახელების და გვარების მითითების გარეშე. აი ეს არის ჩემი აზრი, ვნახოთ რას შემოგთავაზებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმიტომ რომ რეალურად ნებისმიერი კომისიის საქმიანობა განისაზღვრება ან წესდებით, ან დებულებით, ან სხვა დოკუმენტით. ჯერჯერობით ეს დოკუმენტი ჩვენთვის ცნობილი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენადაც მე ვიცი მუშაობს ამ კრიტერიუმების დადგენაზე, როგორ უნდა მოხდეს საერთოდ განადგურება ერთის მხრივ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა არ ნახოს იქ რაც არის, არც კომისიის წევრობის კანდიდატებს არ აქვთ, სხვათა შორის არანაირი სურვილი, რომ გაეცნონ მასალას, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ასევე რა ნადგურდება, ხო? ესეც მნიშვნელოვანია. არ ვიცი, ახლა ეს უფრო შინაგან საქმეთა მინისტრმა იცის და მთავარმა პროკურორმა. მე ვიცი, რომ იმ შეხვედრაზე, სადაც საუბარი იყო კომისიაზე, იყო დაახლოებით 4 კაცზე საუბარი. ანუ შინაგან საქმეთა მინისტრი, მთავარი პროკურორი და 2 წარმომადგენელი საზოგადოებრივი ორგანიზაციები. საბოლოოდ როგორ გადაწყვეტს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩემთვის ცნობილი არ არის, ამიტომ თქვი, რომ ჯერჯერობით დოკუმენტი ამ კომისიის შექმნისა და საქმიანობის შესახებ არ არის ცნობილი. არც ვერსია არ არის, ანუ წინასწარი დაუშვათ რაღაც მონახაზებიც არ არის ჩემთვის ცნობილი დოკუმენტურად. საუბრობთ, კი, მოგახსენეთ, რომ საუბარია 4 კაცზე. ნახოთ რა იქნება. ყოველ შემთხვევაში რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხვალ უნდა იყოს შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში და ალბათ ამ თემაზე იქნება საუბარი. ბუნებრივია, ახლა თუ დამოკიდებულება საზოგადოების შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოების ნაწილის არის ის, რომ ეს მასალა უნდა განადგურდეს, გამოდის, რომ ის მასალაც, რომელიც წარდგენილი იქნება, ამ დიდი მასალის ნაწილია და ვინაიდან ის ადამიანები, რომლებიც წარადგენენ ნებაყოფლობით ამ მასალას, თავისუფლებიან პასუხისმგებლობისგან, გამოდის, რომ ეს მასალაც უნდა განადგურდეს. ჩემი პოზიცია რაც იყო არის ის, რომ სამართლებრივად მე ვფიქრობ, რომ ამ მასალის განადგურება მანამ სანამ არ დადგება იმ ხალხის პასუხისმგებლობა, ბუნებრივია თუ აპირებენ პასუხისმგებლობის დასმას, ვინც ამას ამზადებდა სისტემურად, ჩამოყალიბდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც საბიუჯეტო სახზების გაფლანგვით ასეთ საქმიანობაში ხარჯავდა ფულს, ამეტებდა უფლებამოსილებას, იმ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ჩემი აზრით და ეს მასალა წარმოადგენს მათი უკანონო და დანაშაულებრივ საქმიანობის მტკიცებულებას. მაგრამ ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანი შეწუხებულია ამ კადრებით, ვინაიდან არსებობს პრეცედენტი, რომ მოხდა ისეთი ფაქტი, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროდან კონკრეტულად ერთმა თანამდებობის პირმა შეძლო და ამ მასალის ნაწილი გამოიყენა პირადი მიზნებისთვის, არსებობს საფრთხე, რომ კიდე რამე არ მოხდეს. ამ შემთხვევაში იღებენ უფრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ ეს საფრთხე განეიტრალდეს, იმიტომ რომ მესმის ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს და საზოგადოების მოთხოვნა. მძიმე დღეში არიან ახლა, ეს ხომ ფაქტობრივად ფორს მაჟორია, ეს არ არის რაღაც ერთი შემთხვევა, რომ მხოლოდ რაღაც წმინდა სამართლებრივად ვიმიჟელოთ, ხო? მძიმე მდგომარეობა, ახლა საშიშროებაა კიდე, რომ ვიღაცამ სხვამ პარალელურად ადგეს და განათავსოს მასალა ინტერნეტში და დაბრალდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქაც ხომ არის, აი ეს საშიშროებაც ხომ არის, ახლა მიზანმიმართულად შეუძლიათ 3-4 ესეთი მძიმე მასალა განათავსონ ძიების დასრულებამდე და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ინტერნეტში და ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს მასალა ექნება, ყველა იტყვის, რომ თქვენგანა ისე, ვინაიდან ერთხელ ხოჭით
სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიო ერთხელ რო ეს პრეცედენტი არსებობს უკვე ყველა დაიწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროზე შეტევას და ამავდროულად კიდევ არავინ არ იცის როგორ მოიქცევა ის ადამიანი ვინ საკუთარ თავს ნახავს იმ ფირზე და შეიძლება ძალიან მძიმე შედეგი დასრულდეს და ამიტომაც მესმის მე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციის და საზოგადოების იმ ნაწილის პოზიციის რომელიც უფრო მაღლა დგას ვიდრე დაუშვათ სამართლებრივი აი ამ კუთხით რეგულაციები მაგრამ მეორეა რომ ჩვენ აუცილებლად იმასაც უნდა მივახციოთ ჩემი აზრით რომ იმ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს რომლებიც ამას აკეთებდნენ იმიტომ რომ თუ ამ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგა პრეცედენტიც არ იქნება რომ ვინმე ამის გამო დაისაჯა და ხვალზე გახლა ყველა ტრიბუნიდან რომ საუბრობთ რომ იმ ძველმა ხელისუფლებამ ასეთი რაღაცები გააკეთა და ჩამოაყალიბა ეს ჯგუფი და ეს მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონოდ ასეთ რაღაცებს აკეთებდა ხვალზე ის ადამიანები გამოვლენ და იტყვიან რომ თუ ჩვენ ესეთები ვიყავით ერთი ადამიანი რატო არ არის დასჯილი როგორც ახლა იძახის მიშა სააკაშვილი რომ თუ ელიტარული კორუფცია იყო ერთი ადამიანი რატო არ არის ამის გამო პასუხისმგებლობაში მიცემული თუ ესეთი მკვლელები ვიყავით რატომ არ არის გახსნილი არც ერთი ძიმე საქმე ჯერჯერობით და ეს გაგრძელდება თქვენ ხომ იცით ახლა საუბარი მათ არ ეშლებათ და ამიტომ ილაპარაკებენ და ჩვენ რომ მივახციოთ იმას რომ ნამდვილად დავაბალანსოთ ეს სიტუაცია და მეტიც პრევენციულად გაუგზავნოთ ყველა თანამდებობის პირის გზავნილი რომ ასეთი რამე ცხოვრებაში არ გაბედო არ ამგონია ესეთივე ფორმატის მე მაქვს მხოლოდ მშრალი ინფორმაცია რომ ხვალ იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა კომისიის საქმიანობის და კომპეტენციის განსაზღვრის საკითხებზე კონკრეტულად ვინ იქნება შეხვედრაზე რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას ეს ჩემთვის ცნობილი არ არის ჯერჯერობით არაფერი არ ქვია კომისია რომელიც დააკვირდება ფარული მოსმენებისა და თვალთვალის შედეგად პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის განადგურებას. აი დავარქვით. ვახტანგ ბოლოვაძე დაიბარეს მთავარ პროკურატურაში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები უკვე გამოიხმაურნენ ამას და ისინიც აი ამ ანგარიშსწორების გაგრძელებად აფასებენ აი ამ ფოლოებს. პირადად თქვენ როგორ შეაფასებთ და თუ არის მოთხოვნა რომ კიდე გაგრძელდეს მოდით ეთე ვთქვათ რომ დაკითხვაზე დაბარება და დაკითხვა არის ჩვეულებრივი პროცესუალური მოქმედება რაც სულაც არ ნიშნავს პასუხისგებაში მიცემას უამრავი ხალხი იკითხება რომლებსაც რაღაც კავშირი აქვთ რომელიმე საქმესთან დაკავშირებით ამფლობენ ინფორმაციას და ამიტომაც მე მიკვირს უბრალოდ რომ ჟურნალისტები დაკითხვას ასე მტკივნეულად აღიქვათ. 9 წლის განმავლობაში მე მგონი 80% მოსახლეობის დაკითხვებზე დადიოდა და კაცშვილი ყურადღებას ამას არ აქცევდა. ამიტომაც იცით რა არის დაკითხვა რომ არ არის პასუხისგებაში მიცემა მე ამას როგორც იურისტი ვუყურებ და ცოტა შეიძლება უფრო მსუბუქად ვუყურებ როგორც თქვენ. მაგრამ ნახოთ რა მოყვება ამ დაკითხვას. იმიტომ რომ დაკითხვა ხდება მოწმის სახით და ამ ეტაპზე რამდენადაც მე ვიცი თვითონ ბატონი ვახოც მოწმის სახით არის დაბარებული დაკითხვაზე. ნახოთ თუ პროცესუალური მოქმედებები იქნება სხვა სახის დაკითხვის შემდეგ საინტერესოა პროკურატურის მაშინ პოზიცია ამასთან დაკავშირებით. მანამდე ახლა რა ვთქვა. ერთი თანამდებობის პირი დაბარებული დაკითხვას. რა საკითხზე დაახლოებით კი საუბარია რაღაც სპეცნაზის საარჩევნო კომისიაში საქმიანობის ჩარევაზე, მაგრამ ამავდროულად მე ჯერჯერობით კავშირს ვერ ვადგენ ვახო ბალავაძისა და სპეცნაზის შორის. და ამიტომაც ალბათ დაკითხვის ინიციატორს უფრო მეტი საფუძველი რო აქვს მისი დაბარებისა, უფრო კარგად იცის. მაგრამ პრესაში რო გავრცელდება ინფორმაცია რა საკითხებზე, რა კითხვები იყო დასმული, შემდგომში უფრო მარტივად შეგვიძლია გავაანალიზოთ მომავალი მოქმედებები ამ კუთხით პროკურატურის მხრიდან. დიდი მადლობა.